მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს რის ნახევარი, მე გახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანის განსასწრებსა შინახართ და ის ადამიანები, რომელსაც, რა ვიცი, ზოგი საპატიმროში ხარ, ზოგს პრობლემა გაქვთ, რაღაცა უცხოეთში იმყოფებს, ყველას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და დღევანდელი სტუმარი გახლავთ მამა გიორგი, რომელიც აი მართლა მამა გიორგისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ხოლმე და ხშირად მინდა რომ იყოს ხოლმე ჩვენ სტუმარი, მაგრამ როგორც მოიცალა, ისე რაღაცნაირად შემოგვერთა დიდი მადლობა მამაო მობზანებისათვის დაგულოცეთ თუ შეიძლება ერთმა დაგულოცოთ და მადლობა მოწვევისთვის დიდი მადლობა თქვენ და მამაო დღევანდელ დღეს ადამიანი რა შეცდომას უშვებს რას უნდა შევხედოთ რეალურად და რას ვინანებთ რაღაც გარკვეული დროის შემდგომ რომ აი სიტყვაზე აი დღეს ესე ვიყურები და 1-20 წლის მერე მაგალითად აუ ესე არ უნდა მეყურა თურმე სხვანაირად ყოფილა ყველაფერი აი დრო რას გვანანებინებს დრო თუ შეიძლება ესეთი კითხვა იქნება და თემაც ესეთი იქნება ირგვლივ ვიტრიალებს უდია მე ვფიქრობ ალბათ უფრო გლობალურად საუბრობთ ახლა ჩვენ და თქვენი კითხვაც უფრო გლობალურ საკითხს ეხება მაგრამ ზოგადად ის ინდივიდუალურზე რო დავიყვანოთ პიროვნებებთან ურთიერთობებს ხანდახან ნანობთ ჩვენ წლები რო გადის და ასევე დროს ზოგადად ეპოქის შეფასებას ან პიროვნების შეფასებასაც ვნანობთ და ისტორია მე სხვანაირად აფასებს ხოლმე. იმ მომენტში ემოციურად აფასებს ადამიანი და რო გადის დრო, გარკვეულწილად ან 10 წლები ხანდახან საუკუნეებით ჭირდება რომ იმ პიროვნების ღვაწლი წარმოჩნდეს და ესეთი პიროვნება ძალიან ბევრია ეკლესიის ისტორიაში და დღევანდელ ეპოქაში მე ვფიქრობ ჩვენი უწმინდესია ესეთი დიდი პიროვნება რომლის შეფასება კიდევ მის ცხოვრებაში მოხდა იმიტომ რომ გამორჩეულია მისი ღვაწლი ძალიან მართლა გამორჩეული მაგრამ როდესაც გავაწლები მე კიდევ უფრო სხვანაირად მოხდება მისი გადაფასება და უფრო მეტად მოხდება დაფასება. აი ხა რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი ცოცხალი მაგალითი, რომ იყოს არა მხოლოდ თანამედროვე ეპოქა, რომ გასააზრებლად აი მაგალითად ახალგაზრდა ადამიანი რომ როდესაც თემაზე ფიქრობს, ხო, ვერ გაიაზრებს თუ არა აქვს მას მაგალითად ისტორიული მაგალითები თუ არა აქვს ისტორია კარგად არ იცის, ანალიზის უნარი არ აქვს. აი მაგალითის რო ავიღოთ წმინდანები, ხო, არსებობს სტერეოტიპი, რომ მაგალითად წმინდანი ესეთი უნდა იყოს, ესეთი უნდა იყოს, ხო და შორის ეკლესიის წიაღშიც წარმოშობილი ხოლმე დავა ამ საკითხზე, რომ მოხდა მაგალითად რომელიმე ადამიანის კანონიზირება წმინდანად. აი მაგალითად წმინდა ილია მართალი, წმინდა ილია ჭავჭავაძე, ხო? მასთან დაკავშირებით იყო ასეთ სხვადასხვაობა. ისეთ ადამიანებს შორის, ვინც მაზიარებელი და ეკლესიური ის. ბუნებრივია ესეთი რაღაცები ყოველთვის ყველა ეპოქაში ხდებოდა ხოლმე. და ხდებოდა ხოლმე ეს ინდიკატორი საზომი თითქოს რომ აი ის წმინდანი მაგალითად დიდ მოწამეში ადარებდნენ ისის ეს რო ესე ცხოვრობდა და იმ მის ცხოვრებაში მაგალითად ესეთი ცოდები რო არის ისტორია აფასებს მის დადებით თვისებებს და მის მაგალითად აღსასრულს ან მარა გააკეთა დიდი და ამას წამოწევს ზევით მის ნაკლებს ქვევით დაწევს ესე არის ყოველთვის ეხლა ეს ყველაფერი მეტნაკლებითია ეხლა არ შეიძლება მაგალითად საერო მოღვაწე შეადარო მაგალითად ეპისკოპოსს პირდაპირ გაგებით ხო აი მისი ღვაწლი და მისი ღვაწლი აბსოლუტურად განსხვავდება სხვა სფეროს სასულიერო პირები რომლებიც დღეს წმინდანები არიან სხვა ეპოქაში ცხოვრობდნენ ხო მომწყულები და რო დავიწყოთ შემდეგ ეპოქაშიც შემდეგ საუკუნეებშიც ხო ყველა განსხვავდებოდა თუნდაც ხასიათით, თუნდაც თავისი ცოდებით და მერე სინანულით, ხო, ახლა მაგალითად ნეტარი აგვისტინე რომ მოვიყვანოთ მაგალითად რამდენი ცოდებებს ის აღსარებაში აღწერს, ფაქტობრივად ყველა ცოდა ქონა თითქმის ჩადენილი. მაგრამ ამიტომ კი არ გახდა წმინდანი რომ ცოდილი იყო, იმიტომ გახდა რომ მისი სინანული და მისი მოქცევა და ღმერთთან განხტობის გზა არის მაგალითი და ამიტომ გახდა წმინდანი, ხო, მაგალითად ყველა ადამიანი თავის ეპოქაში ხშირ შემთხვევაში იყო დაუფასებელი, მაგრამ ათანასე დიდი, ხო? ეკლესიის წიაღში ებრძოდნენ, ხო, მას ეპისკოპოსები იყვნენ, ეს არიოზელები, მაგალითად, ვინც მას ებრძოდა. და ძალიან დაბნეული იყო მრევლი, მაგალითად, იმ ეპისკოპოსების მრევლი, ვინც მას ებრძოდა, ისიც ასე მიიჩნევდა. ასე ხდებოდა წმინდა იანე კროფირთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ეს პიროვნებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ყველა წმინდანები რა ხასიათით და ღვაწლითაც განსხვავდებიან. აი მაგალითად, ათანასე დიდს ჰქონდა უფრო მებრძოლი ხასიათი. როდესაც მას დააბრალეს მაგალითად არიოზელებმა რომ მან თითქოს ერთ-ერთი მელეტიანელთა ესე ვთქვათ ეკლესიაში ერთ-ერთი კაცი მოკლა, ანუ სიკუთე მკვლელობაც კი დააბრალეს. ნუ მანამდე ძალიან ბევრი ბრალდებები იყო, ესე თითქოს ხორბას პარავდა მრევლს არ აძლევდა, ესეთი რაღაცა, ესეთი აზრები მოდიოდა და ყველაზე საინტერესოა აქ ის არის, რომ ბრალდებები კი არ არის იმდენ ცენტრო, ხალხი რო იჯერებდა ამას, აი ეს არის. უბრალოდ ეს ყველა ეპოქაში ხდება, ასე ჩვენ ეპოქაში ხდება, ხო ხანდახან ბრალდებები არის, რომელიღაცა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ და ხალხი ამას ძალიან ადვილად იჯერებს და გადის წლები და მე ეპოქა ამას ხანერად აფასებს, თურმე ესე არ ყოფილა. მე და ის არის გვიანი არის მე ამის სინანული, მაგრამ ეს ყოველთვის ასე იყო, ეს არის ადამიანის ემოციურობის შედეგი და დაუფიქრებლობის შედეგი და მე ვფიქრობ სულიერი ან ნაკლებად სულიერი ადამიანი. ათანასე დიდმა მე ეს ბრალდება თვითონ მებრძოლი ხასიათი ჰქონდა, როგორ დაამტკიცა, ხო, იმაზე სასამართლოზე წლების მერე მოძებნა ის პიროვნება, ვის მკვლელობასაც აბრალებდნენ, მიიყვანა ჩაცმული ეს არის ის პიროვნება, და თან მარტო მკვლელობას კი არა, ხელი მოჭრა, ხარ მოხსნილი მარჯვენა ხელზე იყო მგონი საუბარი. და ჯერ მეორე ხელი აწევნა და მე ის ხელი აწევნა, რომელზეც ამბობდნენ რომ მოჭრილი ქონდა.
აღმოჩნდა რომ ესე დაამტკიცა თავისი ესე ვთქვათ სიმართლე, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები მაგალითად ეკლესიის ისტორიაში, რომლებიც ესე თავს არ იმართლებენ, მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველი, ჩემთვის ძალიან საყვარელი წმინდანია თავისი პოეზიით, თავისი ესე ვთქვათ წერილებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ მემკვიდრეობა შემოგჩა გრიგოლ ღვთისმეტყველის, რადგან ავტობიოგრაფიას მან თვითონ დაწერა და მის ცხოვრებაზე ბევრი რამ ვიცით. ასევე მისი ავტობიოგრაფიით გებულობთ ბასილი დიდის შესახებ, რომელიც მისი მეგობარი იყო. მაგრამ აი ბასილი დიდი სრულიად სხვანაირი პიროვნება იყო და გრიგოლ ღვთისმეტყველი სხვანაირი. გრიგოლ ღვთისმეტყველს როდესაც წაუყენეს ბრალი მეორე მსოფლიო კრებაზე, რომ შენ არ იმსახურებ აქ პატრიარქობა ეპისკოპოსობას, იმიტომ რომ შენ ჯულის კანონი დაარღვიე, კერძოდ რა კანონზე იყო, ბასილი დიდმა დაადგინა ის სასინის ეპისკოპოსად მანამდე. იქ ვერ გაჩერდა, ისეთი ქალაქი იყო ძალიან ხმაურიანი, ესე ვთქვათ სავაჭრო ცენტრი იყო და ვერ გაჩერდა, იქ არ შეეძლო ესეთ ხმაურში ცხოვრება და დატოვა თავის საკათედრა. და ეს რა თქმა უნდა ჯულის კანონით არ შეიძლებოდა. თუ ჩავთვლით ამას, რომ ეს მისი ცოდვა იყო, შეიძლება ასე მიიჩნიოთ, ხო? იმ ეპოქაში ეს ბრალდება მას წაუყენეს და მას არ დაუწყია თავის მართლება. თუმცა პირად წერილებში წერს, რომ ეს კანონი ძველი დროიდან მკვდარი არის. ისიც აი ხანდახან არის, რომ რაღაც არის ჯულის კანონი და დატოვა კათედრა და წამოვიდა მამისეულ სახლში, ბოლო 9 წელი გაატარა მამამისის სახლში, ესე ვთქვათ, იქ ბაღსუვლიდა და თითქმის უმრავლესობა მისი ნაშრომების წერილების იქ არის დაწერილი. ანუ ეს ნახეთ როგორც სხვანაირი პიროვნება, იქ არ დაუწყია თავის მართლება, არ დაუწყია, რომ ეს კანონი ესე რატო. ხშირად აი ეპოქები გადის და პიროვნებების განსხვავება. ეს ბასილი დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი ვახსენეთ. ეს თანამედროვე ეპოქაშიც ასე არის. აი მაგალითად დღესაც არის სასულიერო პირების მიმართ, ეკლესიის მიმართ იგივე ბრალდებები დაახლოებით, რაც საუკუნეების წინ თითქოს მეორდება ეს ისტორია. აი მაგალითად დღევანდელ ეპოქაში ძალიან ხშირად ჩვენთვის სათაყვანებელი და წმინდა ადამიანი ამბროს ხელაიას სიტყვები მოაქვთ ხოლმე ლოზუნგად, რომ აი მაგალითად როგორი ეროვნული ადამიანი იყო და მართლაც ასე იყო. განსაკუთრებით ყველა მიცის ის ფაქტი, მაგალითად გენუის კონფერენციაზე რომ დაწერა წერილი. და ბევრი ადამიანი ამ წერილს იყენებს დღეს და სხვათა შორის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მაგალითად პირდაპირ გაგებით ლანძღავს სასულიერო პირებს ან ასე შემდეგ. ზუსტად. და რეალურად ის ბევრი მათგანი მაგალითად ვინც ამას იყენებს, მის ცხოვრებას დეტალებში არის. თუმცა ჩვენ როდესაც დეტალურად გავეცნობით ადამიანის პიროვნების ცხოვრებას, ან პირად წერილებს იქის ის რაღაცა რასაც შენ დღეს ლოზუნგად ამბობ, ესე პირდაპირ ყველაფერი ესე არ იყო. იქ ბევრი ქარტეხილები იყო, იქ დაპატიმრება იყო, ბევრი დევნა იყო. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მას ვერ იტანდნენ, ლანძღავდნენ. სხვათა შორის ამბროსი ხელაია, მე ვფიქრობ დღევანდელ ეპოქაშიც რო იყოს, ალბათ ძალიან ბევრი დღესაც განიკითხავდა მას. ეხლა ხო ისტორიული პიროვნება და ეხლა შეიძლება ვიღაცას სჭირდებოდეს მისი ღვაწლის წარმოჩენა, რომ მისი საკუთარი სიმართლე ხანდახან ადამიანს ცდილობს საკუთარი აზრი რომ გაამართოს, ამისთვის იყენებს ან წმინდა წერილის სიტყვას, ან რომელიმე ისტორიული პიროვნების სიტყვას, მაგრამ მისი ღვაწლი ამბროს ხელას თავის სიცოცხლეში ძალიან ბევრი ებრძოდა და ლანძღავდა, ხო? მე ხანდახან არის ხოლმე რომ ადამიანი არის ტენდენციური. აი მაგალითად, როდესაც ისტორიულ პიროვნებას აფასებს, თანამედროვე მის ეპოქაში პიროვნებას აფასებს, აი ამბროს ხელა ეს ახლა რაღაც ტენდენციურად მარტო ეს რა თქმა უნდა ეკუთვნის ეს ღირსება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პატრიარქი მაგალითად ცუდი პატრიარქი. აი მაგალითად რომ შევადაროთ კირიონ კათოლიკოსი, ხო, წმინდა კანონიზებული, დიახ, უდიდესი რამ მოხდა მას აღდგენა, ანუ აღიარების დაკარგული ავტოკეფალიის და წართმეული ავტოკეფალიის და ანტონ მეორე კათოლიკოსის დროს ხდება დაკარგვა ავტოკეფალიის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს კათოლიკოსის ბრალი იყო. ანუ რაღაცა შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში და ისე ვერ წარიმართოს ღვაწლი. ამის გამო განკითხვა ხდება ხოლმე. აი რო შევაფასოთ ის პიროვნების ისეთ ეპოქაში მოუწია ანტონ კათოლიკოს ცხოვრება, რომ მოხდა ეს ისტორიული მოვლენა მაშინ და კირიონ კათოლიკოს რა თქმა უნდა ეს მისი დიდი ღვაწლი არის, მაგრამ მის დროს რო ეცხოვრა ანტონ კათოლიკოს შეიძლება მის დროსაც მოხდარიყო, ხო, აღდგენა. ანუ ეს იმას ნიშნავს, ეს მისი ღირსება არ არის, მაგრამ არც ეს არ არის მისი შეცოდება, რომ მაშინ მაგალითად ამიტომ რაღაცეებში შეფასება ჩვენ ვხდით ტენდენციურები, რომ აი ეს მაგალითად იქით იხრება, აქეთ იხრება, მაგრამ გადის დრო და ეპოქა მე სხვა ისტორია სხვანაირად აფასებს ხოლმე მე პიროვნებების ღვაწლს და წარმოიშთება სხვანაირად. და მამო ეს ცივად განხილვით ხდება ხოლმე ის, რომ ადამიანის ცხოვრებაში არ ჩადიხარ, იმ მომენტს არ განიხილავ რაღაცა და კონკრეტულ რაღაცა ფრაზებს ან რაღაცას ამოიღებ და ამოგლეჯ, რომელიც შეიძლება იყოს პირადი ნათქვამი, უბრალოდ რომ თქვა, რა იხა, ყველაფერი ხო არ არის რელიგიურად რაღაცა ისა. უბრალოდ შეიძლება პირადად მე ვთქვა, იმიტომ რომ რაღაცა პირადი აზრიც არის და არის სარწმუნო წყარო, რომელსაც მამები ამტკიცებენ, რომ აი სიტყვაზე აი ეს თქო, რაც თქვა, ჩვენთვის სარწმუნოა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ბევრი წინასწარმეტყველები რაც ითქვა არ ახდა, თუმც არ ნიშნავს იმას, რომ ვინც თქვა, ის წინასწარმეტყველი არ არის. ხო, ბევრი რაღაცები არის ხოლმე, რომ აი წმინდანები არიან, რომლებიც რაღაცები თქვეს და
არ ახდა ის, უბრალოდ მისი პირადი მოსაზრება იყო, მაგრამ რაღაც მთავარი ახდა, რომელსაც ეკლესია იყენებს. ამ შემთხვევაში მამო, ეს ადამიანები ხა, ვინც იმ ადამიანებს განიკითხავდნენ, ვინც ძალიან ცუდად იქცეოდნენ მის მიმართ, მის ავტორიტეტს აკლინებდნენ. სულ ყველაფერს თავი დავანება, შიომღვიმელი გვეყოფა ჯერ ელემენტარული იმდენი ცილის წამება და რაღაცა და ეგეთი იყო იმის მერე მოყოლებული ბოროტს რაღაცნაირად თითქოს ერთი იარაღი უჭირავს ამ მოდელების წინაშე, ხო? ამ შემთხვევაში მამო, ამ ადამიანებს ხო, წარმოვიდგინეთ, მე შემდგომ ამის გამო ხო აუცილებლად ცეცხლი არ აცდებოდა ჯოჯოხეთის თუ ეს არ შეინანეს, ხო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ძალიან რთული არის რომ ეს ყველაფერი შეინანო, ხო და მაგ ხელაზე ვერ მიაღწევ ფიზიკურად, მაგრამ ნახეთ მამო, ხო პრობლემები შეექმნათ მე და რო არის ვინანოთ, რატო უნდა მოუფრთხილდეთ მამო, სხვა თუნდაც განსაკითხი იყოს, თუნდაც ის რა არის ჩვენი საქმე რეალურად და რა არა, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რა ამ ჩვენმა საქციელმა შეიძლება ჯოჯოხეთში მოგვახვედროს და აუცილებლად ბოროტისგან არის, უბრალოდ ჩვენ ვერ ხვდებით, ადამიანები ხაი ბევრი აშავებს ვიცი და ვერ ხვდება რომ ზოგს გონია რომ სიკეთეს აკეთებს ხაი მაგალითად მღვდელს რო განიკითხავს გონია რომ მაგარი კაი გააკეთა ვიღაც მამაო რო ნახა სიტყვაზე რაღაც ჯიპით ადამიანებს რომ მიმართავ იმისათვის რომ ვიღაც აგრესია გამოდის იქ მერე წევლა გინება რა ასე შემდეგ და ზიზღი და ვიღაც ადამიანი მერე შენი ამ ვითომ ჭყალებში სიმართლით ეკლესიას დაკარგავს როგორ შეიძლება იყოს სიკეთე? რატო უნდა დაუკვირდეთ, მამო, თვითოულ, ჩვენ ნაბიჯს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ელემენტარული ეს თემა რომ მიმყავს ბოდიშით ერთ წამსაც დავამატებ, ისე ვთხილობ, იმდენად ვთხილია, მამო, შეიძლება ეკლესიის წიაღში იყო და იუდასავით უცბად შენმა აზროვნებამ დაგხუპოს რა. თუ შეიძლება, მამო, ამ შემთხვევაში, როგორ უნდა გაუთხილდეს, ეს არა მარტო ეკლესიის წიაღში კი არა, ირგვლივ ადამიანებს, მამო, საქართველოს ესეთ ვთხილ ქვეყანაში, სადაც სათუთ ბეწვის ხიძე გავდივართ 3 მილიონი ადამიანი ვართ ერთი რომ გადაბრუნდეს აღარ ვიქნებით საერთოდ თუ შეიძლება მამაი როგორ ერთმანეთი როგორ დავიტიოთ რა და როგორ არ არის ჩვენი საქმე ვიღაცის ცუდი ვილაპარაკო და კაი ლაპარაკი შედალოცილო საქართველოში მყოფ ადამიანზე ხო ლაპარაკო აპატიეთ მამაი ძალიან საინტერესო საკითხზე დაამახვილეთ ყურადღება და ეს ერთ-ერთი აუცილებლად უნდა ითქვას როცა ასე ლაპარაკობთ ჩვენ რაღაცა ეპოქაზე და პიროვნებაზე და შემდეგ იმიტომ რომ ხშირად ანუ არა მარტო ის რომ მაგალითად განიკითხავს ან ასე ვთქვათ პირიქი უარესიც ხო ცილს წამებს ადამიანს თითქოს სიკეთეს ემსახურება ადამიანი ხანდახან ესე ხდება ხოლმე ეხლა ეს როგორ უნდა შევაფასოთ იცი რამდენიმე მაგალითს მოვიყვან არა კონკრეტული პიროვნებით თანამედროვე ისტორიული მაგალითს ან ბიბლიიდან მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ეს ერთი არის რომ ჩვენ რა გვამოძრავებს უმთავრესად ჩვენი მოტივატორი რა არის ანუ ჩვენ ადამიანის მიმართ სიყვარული გვამოძრავებს თუ რაღაცა შინაგანი შურა კლიმენტი რომაელის ეპისტოლი არის მეორე საუკუნის და ის აღზრა ამ ეპისტოლის დასაწერად რა კორინთოში მოხდა ესე ვთქვათ გადატრიალება სასულიერო პირებს დაუპირისპირდნენ გამოყარეს აზრიდან და თქვენს რომ არ მოგწონს ჩვენი სასულიერო პირები მინდა რომ ჩვენი არჩეული კანდიდატები ღირსეულები დავნიშნოთ ისეთები როგორც ჩვენ მოგწონს მთელი ესე ვთქვათ დიდი ეპისტოლი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას იქ იერარქიაზე რომ ეს ღმერთისგან დადგენილი როგორ რატო პირველად სხვათაშორის აქ შერდება რატომ და როგორ წმინდა წერილის შემდეგ და რამდენად და რა ამოძრავებს ამ აჯანყებას მე ამაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ ამ აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ამოძრავებელი არის შური ერთ-ერთი თურმე რასაც ხშირად შეიძლება ადამიანი ამ საერთოდ არც ფიქრობდეს რომ ეს ამოძრავებს და თან სამართლის სახელით მოძრავ აკეთებს ამას მეორე მხარე არის აქ რომ თან ხანდახან არის რომ ადამიანი თითქმის გარეგნული სახით თითქოს ის ჯულის კანონს ემსახურება თითქოს სამართალს და თითქოს ყველაფერი რიგზეა მაგრამ ესეთი მაგალითების გვაქვს ჩვენ ბევრი რომ ადამიანი თითქოს სიმართლეს ემსახურება და სიმართლის ამბობს მაგრამ მართალი არ არის მაგალითად ძველ აღთქმაში მოსე უდიდესი წინასწარმეტყველი რომელიცგანაც მიეცა ღვთისაგან მისი მეშვეობით მიეცა ჯული და დაარსდა ძველი აღთქმის ეკლესია ხო სინას მთაზე მოსეს წინააღმდეგ მოხდა აჯანყება ხო ღვთისმთავრობის აჯანყება იყო ღვთისმთავრობის წინააღმდეგ აჯანყება იყო და რაც მათ ბრალი წაუყენეს ეს ბრალი იყო ჯულის კანონიდან ამღებული ესე ვთქვათ რა ფაქტობრივად მოსეს ცილი დასამეს ეს ბიბლიაში მოხსენებული არ არის მაგრამ გადმოცემებში არის მოხსენებული რომ მას ყავდა წარმართი ცოლი ან მე ესე ვთქვათ მოყვანილი ეს დასამეს მას მაგრამ მათი მამოძრავებელი ჯულის კანონის მიხედვით თითქოს მართლები არიან მაგრამ მათი მამოძრავებელი სიყვარული არ არის მათ კეთილი მიზანი არ ამოძრავებს მათ უნდათ იმის ადგილის დაკავება ან იმ ადამიანის პიროვნების შებრალვა და ასე შემდეგ ეს შემდეგ მე
მოსე რა თქმა უნდა სასუებელი ღმერთზე აკეთებს ესეთ რაღაცას რომ ლოცულობს და სასწაული ხდება და გაღვივდება მაგალითად აარონის კვერთხი და არა იმის კვერთხი ვინც ამბობს რომ მე შემიძლია ვიყო მღვდელმთავარი ანუ უფლის ნება რა არის წარმოჩინდა ეხლა რა თქმა უნდა დიდი სულიერება იყო და ძველი აღთქმის ესეთი ამბები ხდებოდა ახალ აღთქმაშიც ძალიან მრავლად მეორე პრობლემა არის ეს ერთ არის შინაგანი შე რაღაცა თითქოს სიმართლეს ემსახურები მაგრამ სიმართლეს რეალურად თითქოს სიმართლეს ამბობს მაგრამ შური გამოძრაობს და რაღაცა სიძულვილი გამოძრაობს ადამიანის მიმართ მეორე პრობლემა არის ეპოქა ქმნის ხოლმე რაღაცა ესე ვთქვათ ტენდენციურობას თითქოს რაღაცა შეხედულობას რომ ეს რაღაცა ესე უნდა იყოს აი მაგალითად ძველ აღთქმაში და ახალგაზრდა თაობა იაჩვევა წლების განმავლობაში ეს რაღაცა ეს არის ნორმა და თუ მე ამ ნორმაში არ ჯდება მის ესე იგი ის არ ემსახურება სიკეთეს აი მაგალითად ძველი აღთქმის მაგალითი რომ მოვიყვანოთ წინასწარმეტყველი ელისე მიდის და ბავშვები დასცინიან მას ქაჩალოს ეძახიან ქაჩალოს ძველ ქართულად იცის ამბავი რასაც ნიშნავს აქ პრობლემა რა შემდგომარეობს რომ ბავშვები რატო ჯერ რა იციან რომ წინასწარმეტყველია ნუ ერთი ის რომ წინასწარმეტყველები განსაკუთრებული განსხვავებული სამოსით იყო ყველა ცნობდა რომ წინასწარმეტყველი იყო მე დიდი წინასწარმეტყველი იყო ელისე ელიას მოწაფე ასე ვთქვათ მაგრამ ბავშვები რატო დასცინეს ეს მოდიოდა ესე ვთქვათ გარემოდან ოჯახიდან ეს რომ წინასწარმეტყველი იმ საზოგადოებაში იყო ესე იგი დასაცინი პიროვნება აი როგორც არის დღეს მე მაგალითად დღესაც ხო გამიგია მაგალითად აი პატარა ბავშვები მასაც შეიძლება მოისმინოს ესეთი რაღაცა რომ აი ჯიპიანი მამაო ესეთი რაც არის ხე გავრცელებული ხო რაღაცა აღარ ვიტყვი კიდე რაღაც ფიზიკა რომ მარხვის დაამღვევი და რავი 1000 ცილის აღარ ხო რაღაც ისეთი გაშარჟებული ასე ვთქვათ ანუ ეს არის ის რომ რაღაც ეპოქა თითქოს მოიტანა ის რომ ყველგან ეს ესმის ადამიანს და მე ვფიქრობ რომ ეს ესე არის და ესე აუცილებლად ესეა აი ესეთი მდგომარეობა იყო მაშინაც ესე ძიმე მდგომარეობა წინასწარმეტყველების დროს ელისე წინასწარმეტყველს დასცინოდნენ ბავშვმა როგორ შეიძლება ვინ იცოდეს ვინ არის მაგრამ ეს ესმოდა მას საზოგადოებაში რაც ესმოდა ის გაიმეორა ხო აი ხანდახან არის ხოლმე ესეთი ეპოქა ესეთი გარემოში არის ადამიანი და ამ გარემოს ხმას ყვება და ვერ არ ხდება რეალურად გააზრება მართალი ვარ თუ არა ამ შემთხვევაში რომ ეს ესე არის. აი ხარ ახლა ეს თემა ვახსენეთ ხოლმე დაარსებობს სტერეოტიპები სასულიერო პირებთან დაკავშირებით. აი ხანდახან ის ბრალდებები შერდება რომ თითქოს აი ყველა სასულიერო პირის მიზანი ეს არის რომ რაღაც ქონება კონტესტ და ასე შემდეგ რაღაცა ის სტერეოტიპები რომ ესეთი უნდა იყოს და ამ ჩარჩოებში რო არ ჯდება ესე იგი ცუდი სასულიერო პირია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი აქაც ჩვენ გვავწდება რომ ჯერ ერთი ესე არ არის ყველა რა თქმა უნდა როგორც ჩვენ ხედავ მაგრამ მეორე შეფასების უნდა რა არის სასულიერო პირი ანუ ერთი ის რომ შენ სტერეოტიპი გაქვს რომ ესეთი უნდა იყოს ესეთი და მეორე სინამდვილეში რა წარმოადგენს ღვთლობა ბუნებრივია ის ჩვეულებრივი ადამიანი ცოდვილია რა თქმა უნდა ყველა მოდელი მაგრამ ამასთან ერთად მას სამღვდელო მადლი აქვს ხო აი სამღვდელო მადლი რა როცა ამას იაზრებ ეკლესია რა ეს ხანდახან თუ შენ ეკლესიას შეხედე როგორც მარტო რაღაც ორგანიზაციას ბუნებრივია შენის არ მოგეწონება და არც ერთი ეპოქა არ იქნება შენთვის მოსაწონი იმიტომ რომ არც ერთ ყველა ეპოქაში არის ცოცხალი ორგანიზმი ეკლესია და მისი მისტიური სხეული ესე თქვა და მისტიური თავი იესო ქრისტე ჩვენ ვართ მისი მისტიური სხეულის ნაწილები და მას აქვს სულიერი მნიშვნელობა და სულიერი გაგება სულიერი ერთობა მაგრამ გარდა ამისა დოგმატური და ლიტურგიკული გარდა ამისა მას გააჩნია მატერიალური ასე ვთქვათ ქონებაც ასეც ამ საკითხსაც საეკლესიო საკითხი წვეთს მას და მასში შევდივართ ჩვენ ადამიანები ცოდვილი ადამიანები ჩვენ რო ცოდვილები ვართ იმიტომ არსებობს ეკლესია იმიტომ არსებობს საიდუმლოები რომ ჩვენ გვჭირდება ეს რომ გადავჭით მაგრამ სამღვდელო მადლი რას ნიშნავს ხო იესო ქრისტე რომელმაც ჩვენთვის ესე ვთქვათ გამოსყიდველობითი სამღვდელო მსხვერპლი შეწირა და სისხლიანი მსხვერპლი უკანასკნელი იესო ქრისტეს ჯვარცმა და ეს მოხდა იმისათვის რომ ადამიანური ბუნება გამოხსნილიყო იესო ქრისტე ღმერთი ამისთვის განკაცდა რომ მომხდარიყო ჩვენი სიკვდილისგან გამოხსნა და აღადგინა ქრისტემ აღდგომის დროს ადამიანის ბუნება და ეს არის ყველა ადამიანის წინასახი აღდგომის როგორც ბევრად მოსვლის დროს ყველა ადამიანი აღდგება აქედან გამომდინარე ეს არის ჭეშმარიტი ღვთელმოქმედება ანუ იესო ქრისტემ რაც აღასრულა და ეს სამღვდელო მადლი რომელიც მას გააჩნია ღვთელმოქმედება ღმერთმოქმედება შეიძლება სინონიმად ჩავთვალოთ ეს სამღვდელო მადლი მან გადასცა მოციქულებს ხო პირველი მღვდელმთავრები მღვდლები არიან მოციქულები მოციქულთა შორისაც იყო ხოლმე ხანდახან გარკვეულ საკითხებზე დაავა სიგნარება მაგალითად პავლე მოციქული არ ესაუბრებოდა სხვა ესეთი რაღაცების ბუნებრივი რაღაცები ყოველთვის ხდება მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ მთავრდება ყველაფერი ხო ეკლესიაში ცოდვილები არიან ისეთებიც არიან ესეთ მაგრამ უმთავრესი შინაარსი რა არის ეკლესიის როცა აი ამ კუთხით უყურებ ეკლესიას შენთვის უკვე ეს მხოლოდ ორგანიზაცია არა სათქმელს მას ორგანიზაციული მხარეც აქვს
კანონიკური მხარეც აქვს, ლიტურგიკული მხარეც, დოგმატურის და ასე ვთქვათ, ბევრი ნაწილად შეიძლება დავყოთ. მაგრამ უმთავრესი მნიშვნელობა როცა გესმის ღვთლობა რა არის, მე იცი შენ ისტორიულად როგორ მოვიდა აქამდე, როგორ ჩამოყალიბდა, რა პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებით, შენ ასე მარტივად უკვე ადამიანს ვეღარ განიკითხავ. ანუ აქ ორი პრობლემაა. ერთი, გააზრების პრობლემა, განსხვავების პრობლემა და მეორე, შინაგანი პრობლემა, როდესაც შენ რაღაცა ტრობა, შური გამოძრაობის, ხოლმე სიძულული გამოძრაობის და არასიყვარული. ანუ ეს ორივე, ასე ვთქვათ, პრობლემა არის. ნუ სხვა პრობლემები კიდე არის. დიახ, და აი რა უნდა იცოდეს მამო ადამიანმა, რომ ელემენტარული მარტო მღვდელზე კი არა, ეხლა მღვდლით რო დაიწყოს, ხო, სხვასაც არ განიკითხავს უბრალოდ, მაგრამ აი რა უნდა იცოდეს მამაო, რომ იცით რა არის, აი ადამიანები არიან და რაღაცა შეიძლება რომ აი ჩვენ ხო იმისთვის გავჩდით, რომ ერთმანეთისათვის გავჩდით, რომ თან დაუდგეთ ერთმანეთს, ხო? აი ეს არის მით მამაო. აი სიტყვაზე კარგი, აი მოდი ავიღოთ ყველაზე ცუდი ვარიანტი. აი რომელიღაცა მღვდელს შეეშალა, აი მაგალითად ვიღაცა არის იუდა. არ არის პრობლემა, იმიტომ რომ სახარებამ არ დამალა იუდა და ჩვენ ხო ვერ დავმალავთ ეხლა. აი წარმოიდგინეთ მამაო, ვიღაცას შეეშალა და თავის პრობლემა ეყოფა. აი თავის, აი წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედიაა მღვდელი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, ხო? საშინელება არის. აი ამ ადამიანს ეხლა აი ჩვენ, აი თუ ვარც აი სიტყვაზე ვიღაცა ხო ამბობს, რომ იმიტომ აკრიტიკებს, რომ ქრისტიანია და ძალიან მაგრაგული შეტკივა და უნდა რომ აი რაღაცა ეკლესიაში შეიტანოს თავის წვლილი, ხო, ეკლესიის წინსვლაში. აი შეიძლება აი ამ ადამიანს, რომელსაც იმწამს აქვს ტრაგედია, რომ კიდე ზემოდან დაუმატო ისეთი, რომ მიკროინფარქტი დამართო, ან თუ შეიძლება რომ ეს ყველაფერი კეთილსაქმეთ იწოდოს, აი შეიძლება იმას შემეშალა რა და კარი რაღაცა, მაგრამ ისო მე ხა შენ ინტერნეტში გამომიფრენ და საშინელ დღეს ჩამაგდებ, ან ხალხს ჩემს წინააღმდეგ განაწყობ, ხო? აი რამხელაზე ანგრევ თვითონ პიროვნებას. ნუ გარდა იმისა, რომ თვითონ სტრუქტურის მტერი ხარ, ნუ ეგ კიდე თავისთავად სხვა საკითხია, მაგრამ აი თვითონ ადამიანს ესე რო ექცევი, შენ რა უფლება გაქვს, ან შენ რამდენად ხარ იმაზე მეტი. აი ტრაგედია ის მღვდელი, აი მე პირდაპირ ვაცხადებ, ის მღვდელი, რომელიც მღვდელია და ვერ შედგა და რაღაცა ნაკლი განახათ ისეთი, რომელიც თქვენთვის ძალიან რთული არის. ეს არის მისი ტრაგედია და ჩვენ ახლა ტრაგედიაში მყოფ, აი წარმოიდგინეთ ხა რეანიმაციაში ადამიანი რომ იმყოფება. იმას ახლა რა უნდა გავუკეთოთ? უნდა დავიწყოთ დაცინვა და იმის სიკვდილი უნდა გვინოდეს, პირიქით გამოვიდეს და აი თანადგომით იქნებ რაღაცნაირად დაუდგეთ გვერდში. აი თუ შეიძლება მამა ეს ვერ ისწავლა საზოგადოებამ, სადაც 3 მილიონი ადამიანია და სადაც ილია მეორე არის, რომელმაც რა ვიცი, თავის მთელი ცხოვრებით გვიჩვენა ის, რომ ერთმანეთი უნდა დავინდოთ. თუ შეიძლება მამა, აი ეს ვერ ვის არა მარტო მღვდელთან მიმართებაში, მამა, თუ გინდათ ვიღაცის თანამშრომელი, ნებისე, ჩემი თანამშრომელი იყოს ტელევიზიაში. რაღაცა მოუვა და გადაუვლია. სიტყვაზე ანუ ჩემთან კი არ ხდება, ყველგან რა აბსოლუტურად. პოლიციელი იყოს, თუ გინდა პედაგოგი იყოს, პრობლემა არ არის. თუ შეიძლება მამა, აი ეს როგორ უნდა გავითვალისწინოთ რა. ერთხელაც არ გაუჩნდება კითხვა ადამიანს რა მიიყვანა ეს ადამიანი მდგომარეობა. ან ამის უკან რა დგას? აი მაგალითად რაღაცა კადრს უყურებ მე და ეს ემოციურად რატო ლანძღავ ადამიანს? იქნება რა მოხდა ამის უკან, ხო? ანუ მე ხო არ ვიცი, როგორ შეიძლება ასე მდგომარეობამდე მივიდეს. ანუ რაღაცა მოხდა, ხო? ესე იგი ამაზე არ ფიქრობს ადამიანს, ერთია. მეორე ესეც უსიყვარულობაა, იმიტომ რომ იცი რა მას ძვირის ხსენება კი ქვია კიდევ, ანუ რაღაცას ამბობ და შეიძლება სიტყვაზე სიმართლესაც არ ვცელებდი, მაგრამ ამას შედეგი კეთილი მოყვება თუ არა, ანუ შენ რა მიზანი გამოძრაობს. როდესაც იცი რომ ამას არ მოყვება კეთილი შედეგი და შეიძლება ბევრი ადამიანი კიდევ განგითხვაში ჩა, კიდევ უფრო შეაძულო ესე სიძულვეში ჩაგდო, ანუ ცოდვაში აგდებ ადამიანს, ხო? ესეც არა კეთილი, ანუ კეთილი მიზანი არ არის კეთილი. თავისთავად ესე იგი გულიდან ეს მამოძრავებელი სიკეთე არ არის. ეს მაგალითად შენ ოჯახის წევრს რო დაემართოს რაღაცა, ხო? აი ადამიანი თავის ოჯახის წევრზე ესე საჯაროდ არ აზიარებს, ხო? იმიტომ რომ გული შედგება, იმიტომ რომ უყვარს, ხო? აი მაგალითად მამა რო დაინახოს ესეთ მდგომარეობაში საკუთარი მამას, ასე პირიქით ცდილობს აი რითი დავეხმარო და ამ პრობლემას ვის ეთქვის იმ ადამიანს, ვისაც უყვარს ეს ადამიანი, ხო? მაგალითად თუ თანამშრომელი ახლა ჩემ თანამშრომელს რაღაცა ეშლება, მე იმ ადამიანთან არ ვლაპარაკობ, რომელსაც ეს ადამიანი არ უყვარს, ხო? იმიტომ რომ ის ხსნის გზას არ გვეცხოვს. პირიქით უხარია ეს, ხო? მაგალითად ზოგს მაგალითად ადამიანის წაქცევა უხარია, რაღაცა რო შეეცლება, უხარია ზოგიერთ ადამიანს. ეს არის ასეც ერთ-ერთი შურიც არის, ღვარძლიც არის, ბევრი რაღაცაა, ხო? ბევრი რაღაცა ბუდობს ადამიანის და ჩვენ გულებში და ამას როცა იაზრებ და გასახანს არ აძლევ, ხო? მორწმუნე ადამიანი და როდესაც ამის გარეშე ცხოვრობ, ანუ ეკლესიის მადლის გარეშე ცხოვრობ, ამ გულიდან ამოსულ ნებებს გასახანს აძლევ, იმიტომ რომ სახარებაში რო ბრძანებს მათ სხვა რომ ვინც უარყოს საკუთარი სული მან მოიპოვოს, იგი ეს რას ნიშნავს, ხო? ეს ძველი ქართლის სულის უარყოფას ნიშნავს შენი დაცემული ნებების უარყოფა, იმიტომ რომ ჩვენ რაც მეტად დავშორდით ღმერთს ამ ადამიანის დაცემის შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენ კი გვაქვს თავისუფალი ნება, მაგრამ ჩვენი ნება ხანდახან არ არის ღვთისათვის სათნო. არ ემთხვევა.
რა თქმა უნდა, არ ემთხვევა ხშირ შეიძლება გეგონოს რომ კარგ საკეთებ, მაგრამ არ ემთხვევა რა ზეცისნება სხვა არის, აქაური სხვა არის. ჩვენი გება არის დაზიანებული, ხო, დაავადებული შეიძლება. ამას იყენებს ძირითადად აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესია, ავადმყოფობა არის ცოდვა, ხო? სულ იმიტომ რომ ცოდვა ყოველთვის დანაშაული არის. იცი რა ხანდახან არის რომ ადამიანს მიაჩნია რომ ცოდვა არის ყოველთვის დანაშაული. აი მაგალითად სისხლის სამართლის დანაშაულთან აიგივებს, მაგრამ მოპარვა დანაშაულიც არის და ცოდვაც, ხო? მაგალითად ჯვარიწერია მკვლელობა და ასე შემდეგ. ძარცვა და ეს დანაშაულიც არის, ცოდვაც არის. მაგრამ არსებობს ცოდვები, რომელიც დანაშაული არ არის, მაგალითად ღვარძლი, ბორო ძვირის ხსენება, ბორო განკითხვა, რომელიც თავის მხრივ დანაშაულს არ წარმოადგენს, ხო? საერო გაგებით, სისხლის სამართლის გაგებით, მაგრამ ადამიანის სულიერი ცოდვებია და სულიერი სიმძიმე არის. ესე შეიძლება ვთქვათ, ამიტომ აღმოსავლური ეკლესია მას უწოდებს, ესე ვთქვათ, დაავადებას. ხო, კათოლიკურ სამყაროში ეს გაგება უფრო მეტად იურიდიულია და ამიტომ უფრო დანაშაულთან იგივდება დაავადება. აი ამ დაავადებას ანუ ჩვენ ამ დაცემულ ნებებს, რომელიც ჩვენი გულიდან იბადება, მე ამოდის ხანდახან, მე რა არის, ხანდახან ზოგიერთი ადამიანისთვის ეს შეიძლება სასაცილო თემაც არის, არ სწამს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენზე მოქმედებს, ხშირ შემთხვევაში ცდილობს რომ მოქმედდეს, ხა ღმერთის მადლი გვიფაროს, მაგრამ ბოროტი ძალები, ხო, დემონური ძალები. აბა რა. რომელიც ადამიანს აწვის ხაირად გამახს. დიახ. აწვის ასე ვთქვათ, აი ამ მის ნებებს, ესე ვთქვათ, ახელებს, ხო, მაგალითად გვაქვს შურს. და როდესაც ადამიანი ცხოვრობს ეკლესიურად ცდილობს რომ ეს ნებებს ებრძოლოს და ამასთან ბრძოლაში ეხმარება მას საეკლესიო საიდუმლოებების ზიარება, ახსარება, წმინდა წერილის კითხვა და ასე შემდეგ და საკუთარ თავში ჩაღრმავება და განხრთობა. ადამიანი ნენელა მადლით ივსება და ეს მისი ეს ასე ვთქვათ უარყოფითი ჩვევები და ეს ნებები უფრო უკან იხევს. შემდეგ უფრო მეტად დაცულია მისგან. ანუ ამოძრავებელი რომ დაუბრუნდეთ ისევ ამ თემას, არის რა თქმა უნდა უსიყვარულობა ადამიანის მიმართ. ხშირ შემთხვევაში ესეთი ქმედება ხდება ხოლმე ვითომ სიმართლის და სიმართლის სიყვარულის სახელით. დიახ, სახელით, მაგრამ მაშინ რატო არ ხდება მაგალითად შენ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში იგივე, ხო? ასე თუ შენთვის ის საყვარელი ადამიანია, თუ მის მიმართ სიყვარული გაგაჩნია, ყოველ შემთხვევაში სიძულვილი მაინც არ გაგაჩნია, ესე მარტივად ვერ გაიმეტებ. მის ადგილას ჩააყენე თავი, ხო შეიძლება შენც მოგრაფ შენ შეგეშალოს. მე რა ვიცი ხანდახან ჩასაფრებულია იმაზეა ზირითადად ვინც რამეს აკეთებს, ხო? ცუდს რა თქმა უნდა მტერობა კარგია მუდამტრიანი ვაჟებშალა სიტყვები არის. ეს ყოველთვის ესე არის, კარგი ადამიანის რა წაუსდეს, ან რომც არ წაუსდეს, ყველანაირად ცდილობენ რომ საიდან რაღაცა მაცხოვართან როგორ მიდიოდნენ ფარისევლები, სადუკევლები. ზირითადად ისეთ კითხვებს უსვამდნენ რომ რა იქნება რამე შეცდომა დაუშვეს რომ მე ჩვენ გავასამართლოთ. ანუ მიზანი ჭეშმარიტების გაგება კი არისო, ან რაღაცის მოსმენის სურვილი კი არისო. კითხვის დასმა იმაში მდგომარეობდა რომ იქნება მას რამე შეეშალოს. აი ხე ისეთ კითხვა მოვიფიქრო რომ მან ისეთი რამე თქვას, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რაც მიუღებელი იყოს. ესე გაარსამართლეს შემდეგ მაცხოვარის და ესეთ ერთ-ერთი სამეცნიერო სტატია არსებობს რომ იურიდიული თვალსაზრისითაც, რომის სამართლითაც და ებრაული შულის კანონითაც 20 და აღარ მახსოვს 27 დარღვევა იყო მაცხოვრის გასამართლების დროს. მაგრამ რეალურად თითქოს იურიდიულად გაამსამართლეს. ასე ხდება ხოლმე, ანუ კითხვის და მოვსდეხ ვინ წერს ერთ-ერთი აპოლოგეტი მამა წერს ათენაგორა ათენელი წერს ესეთ რაღაცას რომ ის წერს ესე დიდი წიგნი დაწერა მკვდართა აღდგომის შესახებ რომ მაშინ გაჩნდა კითხვები ეს არის მეორე მესამე საუკუნე მეორე საუკუნეში გაჩნდა კითხვები მართლა მოხდება თუ არა მკვდართა აღდგომა და თუ მოხდება როგორ მოხდება ხო და მან ახსნა ესე თქვა ძალიან დიდი ფილოსოფოსი იყო ათენაგორა მანამ სანამ ის გახდებოდა ესე თქვა სასულიერო პირი და შემდეგშიც მას ფილოსოფოსად მოიხსენებდა ფილოსოფიური ტერმინები გამოიყენა და ააწყო ასეთ ააგო ლოგიკური მსჯელობა თუ როგორ მოხდებოდა მკვდართა აღდგომა ეს ძალიან ფუნდამენტური ნაშრომი არის დღესაც ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნი როგორ მოხდება მკვდართა აღდგომა ძალიან ბევრი დეტალს ეხება და მაგრამ სანამ დაიწყებდა საუბარს მას აქვს პროლოგი ანუ შესავალი და იქ ამბობს რომ კითხვას ხანდახან სვამენ ისეთი ადამიანები ვისაც გულწრფელად აინტერესებს რაღაც და ხანდახან სვამენ ისეთი ადამიანები კითხვას რომელსაც თავისი აზრი ისედაც გააჩნია და გამყარებული თავს უბრალოდ შენ ან უნდა კამათში გამოგიწიოს ან უნდა რომ შენი სახე ცუდად წარმოჩნდეს ან რაღაცაში გამოგიჭიროს და თუ ესე კითხულობ თუ ჩემ მაშინ აღარ გააგრძელოთ საკითხავ და ვინც ესე გულწრფელად განწაი ხანდახან არ კითხავს სვამს ეს რელიგიას ხოდაშორის ახასიათებს ეგრე არ უნდა წაიკითხოთ რომ რაღაც პრობლემა შეგექმნა შეიძლება არის ხანდახან კითხვას გისვამს ადამიანი მაგრამ გისვამს ან ცინიკურად ან იმიტომ რომ რაღაცაში გამოგიჭიროს ან იმიტომ რომ შენი სახე ცუდად უნდა დაგიმტკიცოს ვითომ წყალებში კამათში შეგიყვანოს ან რაღაცა ის ამოძრავებს იცი აქაც უნებებია აუ კაი ეკითხვა მაგ ზუსტად გდიახ თუ აი მამო რატო ეშვება ხოლმე ხშირად ხდება ხოლმე ხაი გამახსენდა ჩვენი აი ძალიან ცნობილი ის იყო ხოლმე რომ ადრე უფრო
გვებზოდენ ხოლმე ხა 15 წელი გავიდა და ეს იარაღები უკვე შევიძინე მეც და მე საერთოდ ყურადღებას არ ვაქცე, მაგრამ თავიდან აი როგორი რაღაცა იცი, მაგალითად მოძღვართან ერთად ვიყავით, რაღაცა აი პატრიარქს შევაქებდით, რაღაცა ეკლესიას შევაქებდით, რაღაცა ვიღაცას დავიცავდით, თუნდაც ხო? ამას დაჭრიდნენ და ნუ აი გადაგვივლიდნენ ხოლმე. ვიღაცა ქალები, ვიღაცა ხალხი, ადამიანები, რომლებიც აი წარმოვიდგენთ მამაო როგორ არის, რომ აი შევდივარ მისაიძე, ძაღლი ყავს უulis, რაღაცა ეზო აქვს იქ, მოულილი ეზო, ბახსულის, ხესულის და მე არ მივლიდა რა, გადამიარა, ჩემთან ერთად მოძღვარი ყო იმას გადაუარა და ფიქრობდი მეთქე, წარმოიდგინეთ რა, აი ადამიანები, ძაღლი ყველაფერს უვლიდა, იქ შევედი თავიშვილიშვილის ფოტო უკან უდევს, აწერია ჩემი ანგელოზი და ვაიმე შენ, აი ყველას უვლიდა, რა თქმა უნდა ისინი უყვარს, ის ხეთს უყვარს, ის ძაღლიც უყვარს, ის რაღაცა რავი დაწყავდა ცხოველი უყვარდა. იქ ვიღაცას მარიამობასაც სულოცავს რაღაცები ხდება და ახლა კიდე ჩვენი ის უდევს და იქ ჩვენ გვივლის ზემოთა რომ ამათი ისე აი წარმოიდგინეთ მე არ მომიარა რა ამ დროს აი ჩვენ როგორ უნდა მივხვდეთ მამა აი მაგას აი ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რომ როგორ უნდა მივხვდეთ იმას რომ შეიძლება რაღაცა აი ჩემი სიმართლის გატარება მინდოდეს მაგრამ მამა გიორგის თუ აწყენინე ამ შემთხვევაში ის ჩემი სიმართლე ოხრად დარჩენილა ხო აი როგორ უნდა იყოს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ვიდრე რაღაცა ჩემი პირადი პრინციპის გატარება თუნდაც სამსახურეობრივი იქნება თუ რაც არ უნდა იქნება რომ სიტყვაზე მოგიგებ მაგრამ თუ მე შენ აი აქ დამთერდება ჩემი ის თუ შეურაცხყოფას გაყენებ ამის ფასად იმის ფასად და შენ ვითომ გამხელ და გამოგიყვან საჯარო და გაგანადგურებ როგორც ადამიანს თუ ღირს ამათ მამაო რამე ნებისმიერი სიმართლის დამტკიცება რა მაგას აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა აი ჩვენ რა უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე როგორც ხდელს გეკითხებით მამაო რომ როცა მეორე ადამიანთან აი სიფრთხილე სად არის საჭირო იმიტომ რომ მე შეიძლება ჩემი სიმართლე დავამტკიცო მაგრამ ამ სიმართლით მე ჯოჯოხეთში მოხვდე და ზეცა დავკარგო აი მიუხედავთ იმისა რომ სიმართლე დავამტკიცე აი ეს არავის არ ჯერა რა მე ხო სამართალი ვიყავი და რაღაც არა აი თუ შეიძლება მამაო რა რო არ ვინანოთ მე იმიტომ რომ ყველას გვაქვს ეს ჩვენი პირადი ეგოიზმი როცა ვიწყებთ აი ამ დამტკიცებას და ამ დამტკიცებაში აუცილებლად ვწდებით ხოლმე ხშირად ბოდიში ძალიან იშვიათად რომ ადამიანს არ გადაუცდეს ძალიან კარგად აღნიშნეთ ეგოიზმი ზოგადად ეგოიზმი ადამიანის ეგოიზმი ამ მოძრაობს ასეთ შემთხვევაში რომ ცდილობს რაღაცა დაუმტკიცოს ადამიანს და რეალურად ძალიან წლები რო გავა შეიძლება ღმერთმა ქნას რო ინანოს ესეთი მდგომარეობა ეხლა ძალიან რთული ადამიანი ესეთ მოწოდებაზე აიყვანო ახლა როგორც პავლე მოციქული იყო და მოციქულები იყვნენ ვისაც ბევრს განიკითხავდნენ და არა მარტო მოციქულები ყველა მორწმუნის ცხოვრება ესე არის რეალურად მორწმუნის და მით უმეტეს რაც უფრო დიდი მოღვაწე არის ხშირად უწევს ადამიანს ცილის წამების მოსმენა ხანდახან შეიძლება ვითომ თითქოს სიმართლეს გარეგნული სახით ეუბნებოდნენ მაგრამ ეს სიმართლეც არ იყოს ისეთი სიმართლე ანუ საფრთხო სიმართლე არ იყოს იცი რა ერთი არის რომ ჩვენ ყველას გაგვაჩნია თითქოს ესეთი გამოთქმა არსებობს რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს ანუ თავის სიმართლე გააჩნია ყველა საზოგადოებას ყველა ადამიანს კიდევ ინდივიდს ცალკე გააჩნია ყველა ასე ვთქვათ რელიგიასაც კი თავისი სიმართლე ასე ვთქვათ მაგრამ არის საფრთხო სიმართლე რომელიც ამასთან შედარებით უფრო მეტად აღმატებულია აი ბერძნულ ენაში ეს ორი სიმართლე ტერმინოლოგიურად განსხვავდება და ეს კარგად გადმოსცემს შინაარსს ერთი არის რაც არის ესე იგი ჩემი პირადი ეს ეგოისტური სიმართლე და მეორე არის საფრთხო სიმართლე რომელსაც შეიძლება ჩემი აზრი არ ემხრობოდეს ანუ აქამდე უნდა ამაღლდეს ადამიანი ალბათ ეს რა თქმა უნდა რთულია და ეკლესიის გარეშე და ღვთისმადლის გარეშე შეუძლებელია მაგრამ მაცხოვრებ ძანებს რომ ის რაც შეუძლებელი თავი არის სურვილი შეუძლებელია კაცისაგან შესაძლებელია ღვთისმიერ ამას ამბობს ესეთ დროს როდესაც საუბრობს სიმდიდრის შესახებ რომ აკლემი უფრო ადვილად შევანებს ეს ხოჩი და მოციქულები ეკითხებიან რომ მაშინ ვიღაცთვის შესაძლებელი ცხონება და აი ამის შემდეგ ამბობს ამ სიტყვებს ეს სიტყვების თუნდაც მაცხოვრის მიერ ნათქვამით საერთოდ ყველაფერს გააზრება ჭირდება ხო ხა შეიძლება გადავერთე ხა ცოტა სხვა თემაზე მაგრამ ყველაფერს ჭირდება შესაბამისი გააზრება მაცხოვარი მეორე מחარებელი ხა ლუკა מחარებელთან ესე არის რომ ძნელად შევა სასופელში დიდარ პირდაპირ მარკოს מחარებელთან ეს არის ვინც სასოებს სიმდიდრეს ანუ ყურადღებას ამახვილებს מחარებელი სულიერ მდგომარეობაზე არა მატერიალურ მდგომარეობაზე სულიერ მდგომარეობაზე აი ჩვენ მაგალითად სახარების სიტყვების წმინდა წერილი სიტყვები ხო ხანდახან ვერ ვიაზრებთ ეპოქას გადმოვაქვს პირდაპირ თანამედროვე ცხოვრებაში ამ სახარების სიტყვებით მე განვიკითხავთ სხვას ძველ აღთქმაში და მაშინ როდესაც მაცხვარი მოღვაწეობდა ანუ პირველ ასე თქვა ახალი აღთქმის დასაწყისში
სიმდიდრე მატერიალური სიმდიდრე სულაც არ მიიჩნეოდა ისეთ სტერეოტიპები როგორც დღეს. ანუ სიმდიდრე არ მიიჩნეოდა ცოდვად, არ მიიჩნეოდა დაცემულობად. დღეს არაკეთილ სიმდისერებად ხშირად მიიჩნევა, რომ თითქოს ეს იმიტომ რომ ხშირად ხდება არაკეთილ სიმდისერი გზით მოპოვება სიმდიდრის და ადამიანი სასუებელი ხდება მასზე, ანუ დამოკიდებული მასზე. აი, მაცხოვრე ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თავისთავად ძველ აღთქმაში მდიდრები იყვნენ აბრაამი, ისააკ, ყველა მამამთავარი, ისააკი და ასე შემდეგ, მეფეები ცხოვრობდნენ ისინი, იმიტომ რომ მათი ეპოქისთვის მეფეებს წარმოადგენდნენ ფაქტობრივად, მაგრამ ეს მათთვის ისინი ამის სასუებელნი არ იყვნენ, ანუ ამაზე დამოკიდებული არ იყვნენ. ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა იყო და ძველ აღთქმაში ესეც მიიჩნეოდა, რომ თუ ადამიანი მდიდარი იყო, ეს რაღაც იმათ კი არ გეჭვი კი არ შდებოდა, მიიჩნეოდა ღვთის კურთხევა იყო მასზე და ამიტომ მაცხოვრის პერიოდში, ეპოქაში ეს მოციქულებს ძალიან რთული გასაგები იყო, რატო ლაპარაკობდა მაცხოვარი ამაზე, რომ რატო შევალ ძნელად სასუფეველში. მაგრამ შემდეგ მაცხოვარი თვითონ გამაკრავს, ვინც სასუებელია მასზე. აი ნახეთ აბრაამის მაგალითი რო გავიხსენოთ. აბრაამს ერთხელ მოუწოდა ღმერთმა და ტოვებს მის სახლეებს და ფაქტობრივად მთელი ცხოვრება სახლი არ აქვს. კი მდიდარი ადამიანი მთელი ცხოვრება მოგზაურობს, მოღვაწეობს, 1000 რაღაცას განიცდის, ხო? ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ღვთის ნებას ემორჩილება. ანუ მისთვის ეს იმდრე ერთ წამში დათმობს. ანუ სიკეთის კეთების საშუალება არის. მაშინ ესეთი რამ არ არის დამყოფელი, მაგრამ თუ შენ ამას სასუებ და შენი მიზანი ეს არის, არა ღმერთი, ანუ შენი მიზანი ეს არის. და თუ საშუალებაა, თავისთავად მატერია თავისთავად არ წარმოადგენს ბოროტებას. ღმერთი შექმნილა ყოველივე, ანუ ყველაფერს ჭირდება სწორი გააზრება. მაგრამ არაკეთილ სიმდისერად მოპოვება, რა თქმა უნდა, უკვე ცოდვა არის. ანუ ამაში ყველაფერს ოქროს შუალედი ჭირდება, გააზრება ჭირდება. ოიან ოქროპირს აქვს ესეთი ქადაგება, რომ როგორი მდიდარი ცხონდება და ის რომელსაც კეთილ სიმდისერად მოიპოვა, ნუ ჩვენ ეპოქაში ეს ძალიან რთული არის. და ვინც ამას სიკეთეში იყენებს და მასზე დამოკიდებული არა, თუ თენ ენერგიას მასში არ ახსოვს. ეს აკლემის კონციც ხანდახან ისე ერთ ფაქტობრივად შეუძლებელი. აკლემის კონცი წარმოადგენს ერთ-ერთი განმარტებით იერუსალიმის ბევრი კარიბჭე ქონდა, ერთ-ერთი ყველაზე პატარა კარიბჭეს ერქვა ნემსის კონცი, ანუ პატარა იყო და აკლემი ანუ ვაჭარი თუ დააგვიანებდა იერუსალიმის კამებს საღამოს იკეტებოდა კარებები, ვერ შედიოდა და უნდა დააჩოქილიყო აკლემი და აქ უნდა შეეყვანა პატრონს და დიდ შრომასთან იყო დაკავშირებით და ამიტომ ეს გამოთქმა მაშინ გავრცელებული იყო მთელ ისრაელში, ანდაზასავლით იყო. ეს გამოიყენა მაცხოვარმა, ეს გამოთქმა გავრცელებული გამოთქმა. დიახ და მამო, აი ჩვენ ინტერვიუ ვინ არის? ეგ ძალიან მაინტერესებს ხოლმე, ხა აი ჩვენ რო ლაპარაკობთ ეხლა ვიღაცას რო ვიღაცა ცუდს ამბობს ვიღაცაზე, ვიღაცას ანადგურებს სიტყვაზე. სინამდვილეს ჩვენ ინტერვიუ ვინ არის? და როგორ უნდა უყუროთ ადამიანს, რომ ჩვენ მტერი არ გაგვაჩნდეს და სინამდვილეში იმის უკან ბოროტი იდგას მტრად ჩვენ და არა ის ადამიანი, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, ვისაც განიკითხავენ რაღაცა, მასში ხედავენ მტერს, რა თქმა უნდა, ან იმ სტრუქტურაში, რომლის წარმომადგენელიც ის არის, ხო? და მაგიტომ არის ადამიანის განკითხვა და ეს გაქილიკება რაღაცა რავი დაწყევლა, რავი 1000 რაღაცა ყველანაირი ხერხი მოიგონა ადამიანმა, რომ სხვა ადამიანი გააშავს. ამ შემთხვევაში აი მამა, ჩვენ რო დავფიქრდეთ უბრალოდ, რომ აი ვისაც ლანძღავთ, აი ვინ ჩვენთვის აი ძალიან მიუღებელია, ხო? ის ადამიანი რო კლაუდენ და კარზე რო მოგადგეს, ხო? აი რო დაგიკაპ, ხო გაუღებ უეჭველე, ბოროტი ხარ, შე ხო ამბობ, რა აი თვითონ ჩვენ ამბობთ, რომ კეთილი ვარ და მე იმიტომ განვიკითხავ იმ მღვდელს და რაღაც. აი ეგეთი სიტუაცია აქვს, თუ რაღაცა ცოდვის გამო ვიღაცას განიკითხავ, რომ ის ცოდვაში არის, ის კვდება და ეშმაკი კლავს იმას და შენ კარი უნდა გაუღო, აი როგორც აი ეხა მომაფიქრდა ეს ის, რომ აი ხო ეგრე არის, აი ელემენტარული, კაი, სიტყვაზე მამა გიორგი დამნაშავე არის და მე განვიკითხავ, ამბობ რომ ცუდი რაღაცა, მაგრამ რომ აი მაგალითად მას საფრთხე ქონდეს და კარზე მომიკაკვნოს, აი კლავენ და შემომიშვა, აუცილებლად ჩვენ ხო უნდა გავუღოთ. ანუ სინამდვილეში ის ხდება ჩვენი მოხვას, ანუ ჩვენი ასატანი ხდება. აი ესეთი ამ მდგომარეობაში ჩვენ უნდა მივიღოთ, ვიშვილოთ თუ რავი ჩვენი მშობელი იყოს, ლიჟბი ჩვენ უნდა შემოუშვათ, იმიტომ ჩვენ არ ვიქნებით სხვა დამნაშავეზე უკეთესნი თუ ჩვენ კარს არ გავუღებთ, როცა ადამიანი კვდება, ხო? ამ შემთხვევაში მამო, აი ვის აწყობს ეს ყველაფერი, რომ აი ამ პატარა ერთში ხშირად ხდება ხოლმე, რომ ძალიან ბევრი დაპირისპირება, ძალიან ამაყებიც ვართ, რაღაცა ისიც გჭირს, ისიც რა გჭირს, რაღაცნაირად ყველაფრის ცოდნებიც ხო ვართ, თან კიდე აი რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა ჭირს ადამიანს, რომელმაც საბოლოოდ მივიღეთ ესეთი ადამიანი, რაღაცა ამპარტავანიც, რაღაცნაირად, ო ცუდად ვიხენებთ ამ ყველაფერს, რომ ძალიან ნიჭიერები ვართ და როგორც კარგში ვართ ნიჭიერები, ისევე ძალიან დიდ სიბოროტეში და ცუდშიც ამ ნიჭს იმარშვებით. როგორ მივმართოთ და ვინ არის ჩვენი მტერი, მამაო და ჩვენი ნიჭი, როგორ გამოვიყენოთ ისე, რომ ერთმანეთის ტრათ არ ვიქცეთ, მამაო და მოყვასეთ ვიქცეთ. ყველა ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, 3 მილიონი ვართ ხო დაახლოებით ახლა ქვეყანაში და შეიძლება ასთა სხვადასხვა გქონდეს გარკვეულ საკითხებზე და
და იქნება კიდევაც ეს აუცილებელი. შეუძლებელია არ იყოს და უნდა იყოს. წეგარო ახსენეთ თქვენ მოციქულებს ჰქონდათ. დიახ, უნდა იყოს კიდევაც და მოციქულებსაც კოზმას ადამიანის ჰქონდათ ბოლოს და ბოლოს და ისე წმინდა. ხო, რა თქმა უნდა. მაგალითად არსებობს ეკლესიის ისტორიაში წმინდანები თანამედროვე ეპოქის რო იყვნენ. ერთმანეთს რო ხმას არცემდნენ წლების განმავლობაში და ორივე წმინდანია დღეს. ხო? ძალიან დიდი წმინდანების მაგალითად მოყვანა შეიძლება ხო ძალიან შორს აგვიყვას ეს ესე თქვა. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ქართველებს მივხედოთ აი რაც ჩამოთვალე. ნუ ჩვენი მტერი რა არის ისევ და ისევ ჩვენი ვნებები და ის რასაც ხშირად არ ვაღიარებთ რომ ეს არის დაცემული ძალები და დემონური ძალები რასაც უხარია. რომ ჩვენ ყველანი თითქმის უმრავლესობა ნათელღებული ვართ, ღვთისშვილები ვართ ყველანი. ერთი ეკლესიის წევრები ვართ და ერთმანეთს ვერ ვიტანთ ხო ეს ერთი. კონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ როგორ უნდა შევიძულოთ ხო ერთმანეთი ამის გამო ეს ერთი. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ მეორე კიდე დადებით როცა წეგან ახსენე რომ კარზე რომ მოგადგეს ხო გავუღებთ და ეხლა ჩვენ ქართველებს გვაქვს კიდე ერთის თითქოს ძალიან დიდი სიძულვე ემოციურად გვაქვს მაგრამ რეალურად საქმეს რომ მიდგეს ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ასევე დიდი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის რაღაცა რომ გაგვიჭირეთ ეს აი ეს ქართული ფილმი რო არის რეკორდი რომ ეს შემაგინოს და ვესვრი ხო ესე ვართ ძალიან რომ გაუჭირდეს ხო ეხლა ის დაპირისპირებული ხალხი აი ეს ვიღაცა რომ მაგალითად ლანძღავს განიკითხავს აბა სხვა მთქვას რამე ესე თქვათ მასე სიძულვით ისე დაუდგება გვერდით ანუ ეს სიყვარული ჩვენ გულის ანუ ემოციურად ლანძღავთ ერთმანეთს აი ეს ნებებიც არის აქაც ცოდვებიც არის ასე შემდეგ მაგრამ საქმეს რომ მიდგება ჩვენ მაინც დიდი სიყვარული გვაქვს აქ ამან მოგვიყვანა აქამდე ძველად მაშინ რომ აბრაამი რომ ამბობს თუ 10 მართალი არის სოდომ დოგომში ხო გადაარჩა 10 მართალზე ჩამო კი უფალი პასუხობს ხო ეს დიალოგი რო აბრაამსა და ცნობილი დიალოგი მე ვფიქრობ რომ საქართველოში ესეთი ანუ არა 10 და 100 არამედ ძალიან ბევრი და ამან მოგვიყვანა აქამდე ძალიან ბევრი მართალი ადამიანია შეიძლება ბევრი მართალი ცოდვები ბევრი გვაქვს მაგრამ აი ეს რაღაცა უნარი განსაკუთრებული სხვადასხვა ეს უნარი წარმოჩინდა ის რომ პირველ საუკუნეშივე მივიღეთ ჩვენ ქრისტიანობა ანუ რა გაგვაჩნდა ჩვენ ისეთ ხო თითქოს ანუ ელინურ სამყაროს ანუ ბერძნულ სამყაროს ქონდა ის რაღაცა სამწერლობო კულტურა დიდი ჩვენც ქონდა რაღაც გარკვეულწილად მაგრამ დღეს შემორჩენილი ნაკლებად არის ხო მეცნიერული წყაროები უკვე პოემები იწერებოდა ხო ფილოსოფოსები ასე თქვა ძველი ელინური ფილოსოფოსები ერთ ღმერთზე ლაპარაკობდნენ და ასე შემდეგ და მათთან ეს ადვილად იწყება გავრცელება იმ მაშინვე იწყება საქართველოში გავრცელება ანუ რაღაცა განსაკუთრებული თვისებები ქართველი არის შემზადებული იყო ამისთვის რომ ძალიან მარტივად იგებს და ყოველთვის როცა რაღაც დიდი დაცემები ხდება შემდეგ ეკლესიისკენ შემოტრიალებასაც ძალიან მალე ხდება ჩვენ ძალიან რთულად არის ყველა ეში ესე არ არის აი ჩვენ ეკლესიის ისტორიაში ძალიან ესეა აი 20-იან წლებში 30-იან წლებში ყველა ტაძარი რო დახურეს ფაქტობრივად და ზარები რო ჩამოხსნეს ხო რამდენიმე ათეული წელი გავიდა და პირიქით რაღაც განსაკუთრებული ძალვა გაჩნდა აი მათ შორის ახლა თქვა კომუნისტების დროსაც სასულიერო პირების მიმართ ერის დიდ ნაწილში იყო განსაკუთრებული ეკლესიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გზნობა ძალიან მალე შემოტრიალდა ეს ყველაფერი და იწყება ისევ აღმავლობა როდესაც რაღაც აღმავლობა რაღაც თითქოს მე იწყება ისე სხვა ბრძოლები ხო შინაგანი ბრძოლები ეს ყოველთვის ესე არის აღმართს და აღმართი მოყვება მე ისევ აღმართი მოყვება მაგრამ ეკლესია იარსებებს ყოველთვის და საქართველოს მასთან ერთად იარსებებს ეს ტალღები აუცილებლად მოყვება ყველაფერს ხო ნუ ჯვარცმა გარდაუვალია მამაო და მართლა მამაო ჩვენ როგორ უნდა მივხვდეთ რომ აი იმ ჯვარცმაში აი მართლა ტკივილი არის ძალიან დიდი და არ ვიყოთ ჯვარმცმელები არამედ ჯვარზე აქეთ გვაცვან და ჩვენთვის იყოს აი ამ ყველაფრის ატანა და დათმენა და გადატანა იმიტომ რომ მე ხარ რასაც ვამბობთ მამაო ყველაფერი არის იქიდან მოყოლებული რომ აი ამ ჯვარცმას ადამიანები უკეთებენ მეორე ერთი ადამიანი მეორეს უკეთებს და ძალიან რთულია ვიცი რომ ჯვარცის მგარეში არ იქნება ცხოვრება და ამ ტკივილის გარეშე არც ერთი წმინდანი თქვენ რომელიც დაასახელე დალხენილი არ ყოფილა ყველა ტკივილით იყო ახსავსე და იმიტომაც არიან ამ ყველაფერს უძლია აი როგორ ძლიოს მამა ადამიანო იმიტომ რომ ეს ყველაფერი ახაც დაეშვა ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ამის ატანა შეუძლია რა თუ შეიძლება როგორ მივხვდეთ და როგორ გადავიტანოთ ის ტკივილები რაც ჩვენ თავს მამა ხდება ხოლმე იმიტომ რომ რა ვიცი აი ისეთი ტკივილები ხა არც თქვენ გაქვთ მამა დალხენილი ხა მამა ანტონის შემდგომ ამა ესეთი მამა რო გარდაგეცვლება მამაოს მამა იყო მოძღვარი რომელიც ქვეყნისათვის სამაგალითო იყო და ჩემთვის იყო აი ერთ-ერთი პირველი მღვდელი რომელიც ნანახი მყავდა მამა ანტონი რომელიც დიდუბის ტაძარში მსახურობდა და უხუცესი მართლა აი ზურგით მოიტანეს იმ ადამიანებმა ეს ეკლესია აქამდე და აი მაგიტომ მინდა რომ აი ეს რაღაც აი გაუფრთხილეთ ამ ყველაფერს, იმიტომ სისხლის ფასად არის ეს ყველაფერი. აი იმას ასად ჩვენ განვიკითხავთ დღეს ესე იოლად, ხო? აი ვიღაცა ადამიანმა ამის გამო სისხლი ყვარა და მამა გაბრიელისნაირმა ადამიანებმა კიდე ფურთხება და ისეთი რაღაცები აიტანეს.
გარდა იმისა, რომ თუ ჩვენ არ გვესმის, რომ ამხელა ჯვარცმით არის მოტანილი ეს ყველაფერი, ხო? აი მაგიტომ მინდა, რომ აი ჩვენ დღევანდელ გიორგის კი არ ვლანცხავთ. აი ამ თელ ისტორიას ვლანცხავთ იმით, რომ ეკლესიას ცუდად ვიხსენიებ და აი მაგიტომ მინდა, რომ თხილად ვიყოთ ხოლმე, იმიტომ რომ სანანებელი გაგვიხდება, მე აი ცეცხლში რომ მოხდებით, იქ გვეთკინება ეს ყველაფერი და არ მინდა, რომ ეს მოხდეს რა. თუ შეიძლება ვითომ ჩვენი კაი განკითხვით ბჭყალებში რა და რაღაცა, იმიტომ რომ როცა ვამბობთ ხოლმე, აი ვიღაცაზე რომ ვამბობთ ხოლმე, აი იმ დროს ესეთი იყო სიტყვაზე, აი თამარ მეფე დღეს ესე ხდება რაღაცა, იმას აბა როგორი ხალხი ყავდა გვერდით, ისეთი ხალხი ყავდა, როგორც თქვენ ხართ, რომ განიკითხავთ და იმაშვებით გვერდში ედგა მთელი სამყარო. არა მარტო საქართველოს, სხვა ქვეყნების გვერდში ედგა. ჩვენთან რა ვითარებაა, თქვენ კარგად იცით და ცოტა სიფრთხილეა საჭირო, რა დროშია, ხო ადამიანი. თუ შეიძლება მოვა ბოდიში გამიგძელ და აპატეთ, აი ბოლო მინდა რომ ძალიან ბევრი ილაპარაკო თქვენ და დიდი მადლობა აი იმ სიტყვებისთვის ამასთან დაკავშირებით ამ ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი იყო მამა ანტონი, რა ვიცი, ყველაზე დიდი, ერთ-ერთი დიდი მღვდელი იყო და ერთ-ერთი ის მღვდელი იყო, რომლის შთაგონებითაც მე დღეს შეიძლება აქ ვიჯდე, მამა, იმიტომ რომ აი იმის უბრალოება ვერასოდეს ვერ გამხდის მე იმათ, რომ მახსენდება ხო ძალიან უბრალო და დიდი ადამიანი იყო და არის კიდევაც, რა თქმა უნდა, მისი სული აქ არის ყოველთვის რა და ჩემ გულში ყოველთვის იქნება, მამა. დიდი მადლობა. მასალა პირიქით. საინტერესო თემაზე გაამახვილეთ ყურადღება და მე ვფიქრობ, რომ თავად რო არ კონდეს ეს განცდილი, ანუ ეს დიდი ტკივილები, განსაცდელები, განკითხვა, ბრალდება, ცილის წამება ამ ყველაფერს გადის და განსაკუთრებულად ხდება ამას მორწმუნე ადამიანი გადის განსაკუთრებით. და რაც უფრო მეტად უახლოვდებით ამ მსგავსები ღმერთს, მით უფრო მეტად განიცდი ამას, ანუ მეტი ბრძოლა მოდის შენზე. ისიც კარგად აღნიშნეთ, რომ მაგალითად თამარ მეფეს ეპოქა ახსენდა, გვერდით ესეთი ადამიანები ყავდა. მასთან მიმართებაშიც იყო ბევრი ბრძოლა, მაგრამ დავითის ისტორიკოსი ახსენს, რომ თქვენ რომ დავითს ეს ამ ეპოქაში ესეთი დიდი პიროვნება არის, თორემ მას რო ყოლოდა ესეთი ისტორიკოსიო, როგორც აი ხა რომის იმპერიას ახსენებს და შემდეგ მე რეგენახეთ თქვენ მისი დიდნი საქმენი, ხო, ესეთ ამ რაღაცას ამბობს, ხო? ანუ ყველა რაღაცა ადამიანი თავის ეპოქაში შეიძლება ძალიან დიდი იყოს და ისე იმ ეპოქაში არ ჩანდეს ესეთი დიდი. მეორეს რიგში ეს განსაცდელების გადატანა როგორ ხდება? შეუძლებელია ეს განსაცდელი ჩვენ მარტივად საუბრობთ ტკივილის გარეშე არ გადადის, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი ტკივილს აყენებს ეს ადამიანი, მაგრამ ამ ტკივილის დროს რო ის მაინც ღმერთს ადიდებს და სიმართლეს ემსახურება, მაშინ წარმოჩინდება ღვთის დიდებულება. აი ერთგან ამბობს პავლე მოციქული, რომ ესე იგი, როგორ იდევნებოდა რამდენი განსაცდელი გადაიტანა, როგორ ესე საწერტელი აწუხებდა, ესე იგი საწერტელი შეიძლება ახალ ქართულად ვთქვათ, ფიზიკური სნეულება ტკივილი აწუხებდა და ღმერთმა არ განკურნა მე ამ ტკივილისგან. რათა არა აღვიმაღლო და მე შეიძლება ეს თვითონ ამადებს. და ამაში წარმოჩინდება ღვთის დიდებულება. აი, როდესაც ყველაფერი კარგად არის, ხო ესეთი აზრიც არსებობს, ხო, არა ნაკლებად ან ახალ დამწყებ ეკლესიურ ადამიანშიც არსებობს, რომ მე თუ ეკლესიურად ვიცხოვრებ, ამას შევასრულებ წესების შესრულებაზე რომ დავიდეთ, ხო? თითქოს ყველაფერი მე საქმე ხელი მომემართება და პრობლემები ნაკლებად მექნება და ხანდახან ჩვენ ხედავთ პირიქით, რომ მაგალითად უდიდესი მოღვაწე ადამიანებს ისეთი დიდი განსაცდელები ქონდათ, რომ ამას ყველა ადამიანი ვერ დაითმეს, ხო, ეს ის განსაცდელი ეძლევა, ეს დათმენაც მან შეძლო და ამით გახდა წმინდანმა. განა არ უჭირდა, პავლე მოციქული ძალიან უჭირდა, მაგრამ როდესაც გიჭირს, როდესაც პრობლემები გაქვს, როდესაც რაღაცა ძალიან დიდი განსაცდელები გაქვს და მაინც ღმერთს ადიდებ, აი იქ წარმოჩინდება ღვთის დიდებულება, ანუ რამდენად დიდი რამ არის ღმერთი. ანუ რვინ არის ასეთი, რომ გაძლიერებს, რომ შენ ასეთ დროს მაინც მას ადიდებ, ხო? ანუ რაღაცა დიდი ხო, აი თუნდაც ეს ძველი აღთქმის სამართლე, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაშიც, ჩვენ ცხოვრებაშიც ასე ხდება, ხა ჩვენ პატარა განსაცდელები გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის შეიძლება დიდი იყოს. შეიძლება ძალიან მოჭირდეს. როდესაც ჩვენ ამას ვიტანთ, ამას ვიუძლებთ ღვთის იმედით, ღვთის სასოებით, მაშინ წარმოჩინდება, თუ როდესაც ვარგუაში ვარდებით, ეს ჩვენი რაღაცა გარდამავალი პერიოდი არის ხოლმე, გარდამავალი ეპოქა არის ხოლმე. აი ესე ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ხა რაღაცა მიდოდა მე თქვა აზრი გამწდა თუ გამახსენდება მე ვიტყვი. კი. აი ბოლოს სამწოს დარჩა, მამა, თქვენი ლაპარაკეთ, თორე ესეთი კაი მოძღვრები რომ მომყავს ხოლმე მე ვლაპარაკობ ხოლმე, მინდა რომ ბევრი თქვათ თქვენ დია. აი ეს ინდიკატორი ვახსენე, ხო ხარ რაღაცა თითქოს რომ ადამიანს გონია რომ თუ დაიწყებს თქვა ეკლესიურ ცხოვრებას ყველაფერი კარგად იქნება და რეალურად ხანდახან ჩვენ ვიცით რომ მაგათ და რაღაცეთა ჩვენი საზომებით ვაფასებთ ხოლმე რა, მაგალითად ჩვენ ვიცით დიდი მკურნალი წმინდანები რომელიც სასწაულებს აღასრულებდნენ და თითქმის მკვდრებს აცოცხლებდნენ და ამ დროს თვითონ სნეულებით გარდაიცვალნენ. რამდენიც გინდა. ძალიან ანუ ყოველთვის სერაფიმ საროელი აგერ, რავი, ბევრიც რა ვიცი, რამდენიც გინდა. ძალიან ბევრი
მე თუნდაც მამა გაბრიელი წყალმარგიც გარდაიხო დიაგნოზი. ანუ ყველა ადამიანს რაღაცა აწუხებს, ხო? თავს აქვს ფიზიკური სნეულებაზე 1000 განსაცდელები. ანუ ეს არ არის საზომი იმისა მისი სიწმინდეს. ანუ ხანდახან აქვს ადამიანს ეს შთაბეჭდილება რომ რაღაცა თუ უჭირს და განსაცდელები აქვს, განეკითხავენ. ესე იგი თითქოს მაგ რაღაცეები შეცოდა. ხანდახან ეს აბსოლუტურად უსამართლოდ ხდება. პავლე მოციქულზე რას ამბობდნენ რომ სიტყვაში ძალიან სუსტია რომ ეს ბრალდება ესეთი ერთ-ერთი ბრალდება ესეთი. წერილში ძალიან მკაცრი არის. ჯერ ეგერთი წერილს აქვს აბსოლუტურად სხვა სტილი. ეხლა მე მაგალითად გადაცემაში ვარ ტელევიზიაში აბსოლუტურად სხვანაირად ვსაუბრობ და ამბიონზე როცა ვდგორი იქ აბსოლუტურად სხვანაირი სტილი აქვს ქადაგების ხო ჯერ ეგეთი წირის შემდეგ სხვანაირად ქადაგები აბსოლუტურად სხვა და ხდება ხანდახან ის რომ ძალიან წმინდა ადამიანს ძალიან დიდი განსაცდელები აქვს და მეორეს მხრივ არ უნდა გვეგონოს რომ მაგალითად ანუ ჩვენი საზომი არ უნდა იყოს თუ ესე გავაკეთებთ ყველაფერი კარგად იქნება ერთ-ერთი თანამ მე-20 საუკუნის მოღვაწე ბერძენი სასულიერო პირი წერს ესეთ რაღაცას, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს მოგვარებული, ყველა საკითხი გვაქვს მოგვარებული. ანუ არ გვაწუხებს ფიზიკური სნეულებები, არ გვაწუხებს პრობლემები, არ გვაქვს ესეთ განსაცდელები. დავრჩებით თუ არა ეკლესიურ ადამიანებს. ეს კითხვა რომ დავსვათ. და როდესაც ძალიან ბევრი რამ გაწუხებს და შენ მაინც რჩებ ეკლესიურ, ეს უკვე სხვა რწმენა არის. ანუ დასაწყის ეტაპზე ადამიანს რაღაცა დაგვრჩა დრო. კი, აი წამები და შემო რომ დასაწყის ეტაპზე ეს ადამიანს ესეთ წარმოდგენა აქვს, მაგრამ შემდეგ იზრდება ადამიანი და ხვდება რომ ეს არ არის საზომი სულიერებისა. ეს პავლე მოციქულის ეპისტოლეებშიც უკვე ამ თემაზე არის საუბარი და ხეთ ამაზე კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება. აუცილებლად შემდეგში აუცილებლად მოგიწვევთ მამაო, ძალიან დიდი სიამოვნებით მამაო, თან რაღაცა ისე დროს მოგიწვევთ, რომ მამა ანტონის ან დაბადების დღე რაღაც დაიმთხეს ახლოს ან წლისთავი, რომ მასაც გავიხსენებთ, თან ყველაფერზე ამ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, რომ ამდენად ამავება ის ყველაფერის ცხოვრება და აი წარმოგიდგენთ დღეს ჩვენ ვინც ყველა ვიღაცა გულსტკეთ რაღაცა აი 100 წელსაც ანუ ამბობ 80 წლის მერე აღარავინ აღარ ვიქნებით წარმოიდგინეთ და მე რა გაგვახსენდება რომ დავიბადეთ და ერთმანეთი დავჭამეთ და ესე მოვიქეცით არა ჩვენ უნდა გაუთხილოთ ერთმანეთს იმიტომ ეს ყველაფერი ცოტა ხანში არაფერი არ იქნება და ამის გამო არ უნდა გადავიმტეროთ ერთმანეთს კარგად ზანდებოდეთ გემშვიდობებით მე გახდეთ გიორგი დარასილა დიახ ერთი სიტყვას დიახ ბოდიში რა ერთი სიტყვა მაგასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოусმინოთ ხანდახან გამოცდილ ადამიანებს გამოცდილ ადამიანებს უფროს ადამიანებს ეს კულტურა საქართველოს ყოლ როდესაც დიდი ტკივილი აქვს გადატანილი ადამიანს ის აი რას მერენანობს ხოლმე ადამიანი ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა ადამიანი ამას ვერ იაზრებს გამოცდილი ადამიანი ხვდება რომ არ უნდა ადგინო ადამიანს კულტურა აუცილებლად ინანებ მე ამას ხო აი ზუსტად ძალიან დიდი მადლობა მომო ესეთ ლამაზი შეფასებისათვის და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს გისურვებთ და წარმატებას გისურვებთ ყველას თქვენ კვირას საღამოს განმეორდება ეს გადაცემები აუცილებლად მე კი ორშაბათ საღამოს დაგიბრუნდებით სამშაბათსაც და ოთხშაბათსაც თქვენთან ერთად ვიქნები აუცილებლად მე გახდეთ გიორგი დარასელია კარგად ზანდებოდეთ დროებით ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონ და იქიდება ეს გადაცემები კარგად ზანდებოდეთ დროებით